რუსეთის სანქცირება პირველად 2012 წელს მაგნიცკის აქტით დაიწყო, რომელიც მოჰყვა სერგეი მაგნიცკის ციხეში გარდაცვალებას. ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 18 ოფიციალურ პირს, რომლებიც მის სიკვდილზე პასუხისმგებლად ითვლებოდნენ. სანქციების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომლის შედეგადაც შეიზღუდა რუსეთთან ვაჭრობა და თანამშრომლობა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროებში. რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება ევროპის საბჭოში და დასანქცირდნენ ომთან და სეპარატიზმთან დაკავშირებული პირები. ჯამში 2022 წლის თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ დაახლოებით 2700 სანქცია მოქმედებდა, თუმცა ეს რიცხვი უკრაინის ომის შემდეგ დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. დღეს სანქცირებულია 7000-მდე იურიდიული და 13000-მდე ფიზიკური პირი. 50-მდე მონაწილე ქვეყნიდან კი ყველაზე მეტი სანქცია შეერთებულ შტატებს აქვს დაწესებული. სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას, სავაჭრო ემბარგოს, ინვესტირების შეწყვეტას, მთავრობის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების გაყინვა კონფისკაციას, რუსეთის მთავრობის ფასიანი ქაღალდების ყიდვის აკრძალვას, ბანკების SWIFT-დან გათიშვას და ასევე შეზღუდვებს მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. ეს სანქციები მასშტაბით ნამდვილად უპრეცედენტოა თანამედროვე ისტორიაში, თუმცა მცდელობის მიუხედავად მას მაინც აქვს თავისი ლიმიტები. თეორიულად სანქციები ყველაზე ეფექტიანად მაშინ მუშაობს, როცა ისინი გლობალურ ხასიათს ატარებს. მაგალითად დაწესებულია გაეროს მიერ. თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთი და ჩინეთი, რომელიც რუსეთის მოკავშირედ ითვლება, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ნებისმიერ ინიციატივაზე აქვთ ვეტოს უფლება, ვერ მოხერხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში სანქციების უმეტესობა დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის, რაც გარკვეულწილად ზღუდავს მათ გლობალურ ეფექტიანობას. სანქციების რეჟიმში არაერთი ხარვეზი არსებობს და ნაწილობრივ რუსეთმა შეძლო მათი სრული ეფექტის თავიდან აცილება, შემოვლითი გზების გამონახვით თუ სხვა დამატებითი გზებით. ელიტებმა შეძლეს საქონელზე დაწესებული შეზღუდვების გვერდისავალა ცენტრალური აზიის ქვეყნების მეშვეობით თუ არა პირდაპირი ექსპორტით. მაგალითად, ყაზახებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ვაჭრობა რუსებთან. 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ყაზახურმა კომპანიებმა რუსეთში $575 მილიონ მეტი ღირებულების ელექტრონიკა ექსპორტზე გაიტანეს, რაც 18%-ით მეტია 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან ერთად, ბევრი დასავლური კომპანია არ დაემორჩილა სანქციებს და აგრძელებს რუსეთში ბიზნესის კეთებას. 2023 წელს Financial Times-ის მიხედვით 100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა სანქციების არიდება. ამიტომ 10 წლიანი სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკამ გარკვეული მდგრადობა გამოიმუშავა და იმაზე მეტი გამძლეობა აჩვენა, ვიდრე ვარაუდობდნენ.